მოგესალმებით, ჰოროსკოპი ჯის მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგერელი წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 6-12 ოქტომბრის შველეთში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. კვირა საკმაოდ რთული, ამით დაგითხრათ, იმიტომ რომ დედამიწა უკვე უარყოფით სერიოზულ ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობ ურთიერთგაგების შემცირება, სხვადასხვა სახის კამათისადმი მიდრეკილება, ჯანმრთელობის პრობლემები, ტრავმატული ტენდენციები და სხვადასხვა ამდაგვარი სირთულეები უფრო მეტად იჩენენ თავს. ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღებით, ცოტა გავუთხევდეთ ერთმანეთს და გავუთხევდეთ მათ შორის ჯანმრთელობასაც, შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენებიც გვაქვს, რაც გვერდზე პირველ რიგში პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა სწორედ უკვე 6 რიცხვიდან 6 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანის გონებრივი მონაცემები ალუსებიან ასეთ თვისებებით, როგორც არის ინტუიცია, ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, მებრძოლის სულისკვეთება, თუმცა ამერულად ალუსებიან ასეთ ნეგატიურ თვისებებითაც, როგორც არის სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, სიჯუტე. ამასთან ერთად უკონტროლო ეჭვიანობა დრო და დრო, რაც ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს ეს ნეგატივი, რასაც გვირგვინი ამ პერიოდში და 7 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, ეს სამშაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს სისკაბადონზე, ვერძის და სასტორის ზოდიაკურ ღერძზე, რაც გამოიწვევს ასკვლელი უფრო მეტ ტრავმატულ ტენდენციებს, ამიტომ 7 რიცხვი ვეცადოთ მაქსიმალურად ხილად, წინდახედულად განვლოთ 7 ოქტომბერია, სამშაბათი დღე, არავითარი კამათი, არავითარ პროვოკაციებს არ წამოეგოთ ამ პერიოდში, ის ალბათობა მაღალია, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება, თავის კბილებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი, ესეც გავითვალისწინოთ და აქ აღნიშნოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე საჭესთან. იმიტომ რომ ჯირითის ტენდენცია გაუჩნდება ზოგიერთს, რაც შეიძლება მერე ტრავმატული ტენდენციების დასრულდეს და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დავიწყოთ. არ ავყვეთ საკუთარი ხასიათის უარყოფით თვისებას, მაქსიმალურად ხილად გავეროთ ეს პერიოდი. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ასკვლელი მათზეც აისახება ნეგატიური ენერგოველი ამ პერიოდისა, მაგალითად ჯანმრთელობას არ უჩივის ვერძი. ვერძი ამ მხრივ ძალიან კარგად გრძნობს თავს, აქტიური ენერგიული ინიციატივია და რომ გაცივდეს ძალიან ოდიგად გამოამაიც ამ მდგომარეობიდან, მაგრამ აი პარტნიორულ ურთიერთობებზე რა მოგახსენოთ. აქ სირთულეები მოსაოდნელია, გინდა ბიზნეს საქმეან, გინდა სასწავლო პარტნიორებთან, აქ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ძალიან რთულდება პარტნიორული თანამშრომლობა. ყველა მხარეს თავისი საკუთარი პოზიცია და გაგება აქვს და აქედან ურთიერთგაგებას ვერ პოულობენ, აქედან გამომდინარე. შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს ფინანსური დანაკარგებითაც კი. დავუშვათ ისიც, რომ აქ შემოქმედებითი კუთხითაც კი სირთულეები უფრო მეტად მატულობს, დავუშვათ, რომ ეს პერიოდი არ ვარგა მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსახალებებლად. მათ არ უწერიათ შემდგომ დიდხანს ერთობლივი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 6 და 10 ოქტომბრის დღეები, რიცხვები და არ ვარგა 8 და 12 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ზერბოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა არამდგრადია, შეიძლება ვთქვათ, გაცივდეთ, ადვილად გადაიღალოთ, შეცდომებიც უფრო მეტად შეიძლება დაუშვათ, ფსიქოემოციური არასტაბილურობაც მეტად უჩენს თავს, მეტი დრო ენერგია ჭირდება იმ საქმეებს, რომელიც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ან თქვენი დახმარება დაჭირდება ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რაც ძალიან დიდ დროს და ენერგიას წაიღებს თავისთავად. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება, პარტნიორული ურთიერთობა, როგორც ბიზნეს, ასევე სასწავლო პარტნიორული ურთიერთობა მეტად იცაბება და ამ მხრივაც ვიყოთ ცოტა უფრო ტაქტიანი და თავდაჭერილი. დავუშვათ ისიც, რომ აქ შეიძლება სიფრთხილე დაგჭირდეთ უფრო მეტად ფინანსური კაპიტალდაბადების ან ინვესტიციების კუთხით, რათა შეცდომებმა არ ეჩინონ მეტად თავი. და აღნიშნოთ, რომ კოლეგებთან ურთიერთობა ითხოვს უფრო მეტ დიპლომატიურობას, იქნება მეტად ხისტი, პირდაპირი ჯიუტი და ასე შემდგომ, მაგრამ აი კარგი არისთვის ეს პერიოდი. მაგალითად, სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მეტად უკეთესი იქნება, ვიდრე ბიზნეს პარტნიორული საქმიანობა. აი აქ უფრო მეტი სირთულეები იქნება. ამიტომ ყველაზე მეტად მეც უფრო გადაერთეთ პირად ურთიერთობებზე, სადაც ოპტიმიზმიც მეტი გექნება და სტაბილურობაც შედარებით მეტად მოემართებს. ეს კარგი იქნება თქვენთვის 9 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 7 და 11 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად რიცხვები. ამიტომ პარტნიორული ურთიერთობებიდან კიდევ ვიმეორებ, შეიძლება პირად ურთიერთობებში ცოტა დაიწყოს ურთიერთობა, მაგრამ მაინც ეს ურთიერთობა უკეთესი იქნება თქვენთვის, ვიდრე ბიზნეს საქმიანი
სადაც კონფლიქტების ტენდენცია უფრო მეტი იქნება. ტყუპების ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუს არ ურჩევით ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, გონებამახვილია და მოდი ასე დავნიშნოთ, რომ დინამიური პერიოდია, მაგრამ გარკვეულწილად რთულიც. ზოგიერთი გეგმა შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს, ან არ მოვიდეს რეალიზაციაში. ამასთან ერთად დავუშვით, რომ თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი კარგი თვისებები, მაგრამ ამასთან ერთად კრიტიკის კარცაშიც მოხდეთ. სასწავლო სფერო შეიძლება პრობლემა აჩინოთ თავის, როგორც შვილებთან ურთიერთ გაგების შემცირების ფონზე შეიძლება დაიწყოს ურთიერთობა შემოქმედებითი კუთხით, ასევე სხვა სირთულეები მეტად იჩენენ თავს. სახლში შეიძლება მაგალითად მოხდეს წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენები, მაგალითად გაფუჭდეს ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ფინანსურ დამატებით ხარჯთან, რომელიც სულაც არ ქონდა დაგეგმილი და ასევე ვუშვით, რომ აი კუთხით სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი უდაოდ. პრობლემები შეიძლება წარმოქმნას თქვენ სახლობლებსაც, მაგრამ აი რისთვის არის კარგი ეს პერიოდი, მაგალითად ბიზნესისთვის. აი ბიზნეს სფეროში მაგალითად თქვენი იდეები და ბიზნეს გეგმები უფრო მეტად გამართლებენ. და აღნიშნოთ, რომ შეიძლება აქ იპოვოთ ის ადამიანები, რომელთანაც ერთად მე სასკეთო ურთიერთობებს ჩამოყალიბებთ, ან კარგი კავშირი იქნება. ეს ოღონდ ცოტა მოგვიანებით შეიძლება უფრო მეტად გამოვლინდეს. თუმცა ფინანსური კუთხით, აი ფინანსური ხარჯი იქნება საკმაოდ მაღალი. აი ფინანსები შეიძლება მიიღოთ, მაგრამ აი ხარჯიც იქნება კიდევ უფრო მეტი შეიძლება ვიდრე ასე ვთქვათ ამ ფინანსების მიღების ტენდენცია. ამ ხრივ ვიყოთ ყურადღებით და შვილებთან ურთიერთობა ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას, რომ აქ ურთიერთობა ჰარმონიული ურთიერთობა არ დაირღვეს. ოს კარგი იქნება თქვენთვის 6 და 10 ოქტომბრის დღეები და 8-12 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. გერჩქების ზოდიაქოს რაც შეეხება ერგოტონუსის შედარებით დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაითვირთებით, ამას მიაქციოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოემოციური არასტაბილურობა. სამაგიეროდ პერიოდი კარგია, მაგალითად მეგობრებთან ურთიერთობისთვის. მთავარია, რომ ახლობლებთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ კარგი, იმიტომ რომ მათთან შეიძლება რაღაც საკითხებზე სიტუაცია დაიძაბოს. ხანმოკლე მოგზაურობისთვის პერიოდი არ იქნება ცუდი. თვითრეალიზაციის კუთხითაც კი არის კარგი შესაძლებლობები, მაგრამ კრიტიკულობა მაინც იქნება, კრიტიკოსები იქნებიან, ამისთვის მზად იყავით და თქვენს გამოთქმებსაც მიაქციათ ყურადღება, რომ არ იყოს ეს გამოთქმები ზედმეტად ხისტი, პრეტენზიული, რათა ამან არ დაძაბოს ურთიერთობა. თვითშეფასების კრიტერიუმიც მოიმატებს, მოდით ასე ვთქვათ, და თქვენ გაცილებით მეც ითხოვთ, ვიდრე ამოდროულად შემოდის წინადადება. ამასთან ერთად ამას შეიძლება სწორედ გაღიზიანება გამოიწვიოს დირგლიხופי ადამიანებისგან. ამიტომ მოდით ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ამ შორტისიც რომ რაც უფრო მეტად იქნებით კეთილშობილი, მით მეტად იქნებით პოპულარული საზოგადოებაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 9 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და 8-7-11 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, სწორედ მრავალფეროვანი შეხვედრების, კონტაქტების მოლაპარაკებების პერიოდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათი უმრავლესობა იქნება კარგი. ზოგიერთი კი, მაგრამ ზოგიერთი ნამდვილად არა. სირთულეები მოსაოდნელია მეგობრებთან, ახლობლებთან მიმართებაში. სწავლის კუთხითაც კი გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი. აქ გართულდება სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. კოლექტიურ ძალისხმევაშიც კი იქნება სირთულეები, რომ ყველა ეცდება, რომ თავისკენ გადაწიოს, რო იტყვიან საბანით, შეიძლება ესე ითქვას. ამასთან ერთად ცოტა შეამცირეთ თქვენი ხარჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასავალი ყოველთვის მეტი გექნებათ ფინანსურ შემოსავალზე, რაც დამატებით სირთულეებს შეექმნის. ინდივიდუალური საქმიანობისთვის ეს პერიოდი უკეთესია, ვიდრე კოლექტიური ძალისხმევისათვის. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 7 და 11 ოქტომბრის დღეები, რიცხვები და 8-9 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი ცოტა რთულია, იმიტომ რომ ერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, შედარებით ადვილად გადაიღლებით და ფსიქოემოციური არასტაბილურობა დროდადრო იჩენს თავს. სხვადასხვა ცვლილებები მოსალოდნელია, მაგალითად პროფესიონალურ კუთხით. შეიძლება ახალი პროექტების წინაშე დადგეთ, რომელიც ესაჭიროება, რომელსაც საჭიროება ძალიან დიდი დრო და ენერგია. და ამასთან ერთად კარგია ეს პერიოდი კოლექტიური ძალისხმევისათვის. აი კოლეგების, პარტნიორების დახმარება, თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უკეთესია ვიდრე ინდივიდუალური შემოქმედება, თუმცა სასწავლო ურთიერთობებში სირთულეები ან ფიასკოები მოსალოდნელია. და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ ცოტა უფრო პრეტენზიული ხდებით, უფრო კრიტიკული ხდებით, რომანებზე ჩაძიება,
გაქვთ, რაც ხშირად ნერვებს უშლის პარტნიორებს და ეს შეიძლება გახდეს დამატებითი სირთულეების ერთ-ერთი ფაქტორი, ახლა იყო ცოტა ვურდებით. ადრეული ძალისხმევიდან კი შეიძლება გარკვეული მატერიული დივიდენდებიც კი შემოვიდეს, ეცადეთ რომ ისინი უაზროდ ეს დივიდენდები არ დახარჯოთ. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 8-12 ოქტომბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 6 და 10 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. ნორსპილე ყველას წარმატებული მაინც ამ პერიოდში არის სასწოლის ზოდიაქო, იმიტომ რომ გოტონუსი ყველაზე მაღალია, ჯანმრთელობა ყველაზე გრადია, ამიტომ აქ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭის უნარის გამოვლენისა, თვითშემეცნებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. აქ ის პერიოდი რომ შეობისას მოდით ასე ვთქვათ, გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი, იმიტომ რომ დედამიწა უბრალოდ ენერგოველშია და ამიტომ ურთიერთ გაგების შემცირების ფონი იქნება უდავოდ. ამიტომ პარტნიორთან მხრიდან, ხელმძღვანელთან მხრიდან შეიძლება ცოტა ისეთი ძაფრი პოზიცია დაიკავონ მათ თქვენს საწინააღმდეგოდ. ან კონკურენტულ ბრძოლა შეიძლება ასევე გამძაფრდეს, პრომეტად შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს დამოკიდებული ირგვლივ ყოფ ადამიანებზე, ამიტომ ზოგიერთი გეგმები შეიძლება აქ არ გახორციელდეს, ან უბრალოდ გადადოთ სხვა დროისათვის, მაგრამ მაინც წარმატების ფაქტორი თქვენ უფრო მეტი გაქვთ ვიდრე სხვებს ამ პერიოდში. ასე ითხოვს თქვენგან მაინც უფრო აქტიურ ძალისხმევა და შემოქმედებითი ინჩის უფრო მეტად გამოვლენას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 7 და 11 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 9 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ტექნიკურ აღწერებს, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში. ერგო ტონუსი ჯანმრთელობა ყველაზე დაბალია. ამიტომ მდგრადობა მისი სუსტია, არ გაცივდეთ, არ გადაიღოთ, არ აღმოჩნდეთ სხვა ინფექციური დაავადებების წინაშე და ვეცადოთ რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ, ნუ გადაიღლებით ზედმეტად თვითრეალიზაციის კუთხითაც რთული პერიოდია. აქ ფარული მტრეები, ჯორები, ინტრიგები, მოშურნეები, მეტად იჩენენ თავს, კონკურენტული ბრძოლა გაძლიერდება. ეს ის პერიოდი, როდესაც უნდობლობა მიჩინოს თავი, შეიძლება მეტი ურთიერთობებში ეჭვიანობა, მოდი ასე ვთქვათ, კამათისადმი მიდრეკილება მატულობს და სულსწრაფობა მოქმედებისას. აი ამ ტენდენციებს მიაქცევთ მაქსიმალურად ყურადღება. აქ ან ძველი საქმე დაასრულეთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. აი ამ კუთხით ეს პერიოდი იქნება უფრო მეტად გამართლებული და სწორი და ენას კბილს თუ დააჭერდა, საიდუმლოს დაიცავ და არ გათქვათ. ესაც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლად და წარმატებას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 9 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 7 და 11 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. შილოსანს რაც შეეხება ერგოტონუსი მაღალია, ამას არ უჩვევის იგი ჯანმრთელობა მდგრადი, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია კი ბატონო. ამ ხრივ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თაილიანობაში ადგას სიტუაცია ერგვლივ დაძაბულია, ეს სირთულეებს უქმნის თქვენი გეგმების რეალიზაციას. სირთულეებს უქმნის კოლექტიურ ძალისხმევას. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომ შეობისას თქვენ შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს ზოგიერთ თქვენი გეგმა. სხვა ცვლილებები, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში მოხდეს, კანონმდებლობაში და ასე შემდგომ, ასევე გარკვეულად შეცვლის თქვენი მოქმედების პრინციპებს, ან გეგმებს და შემდგომ და კორექტივებს შეიტანთ, რასაკვირველია თქვენს გეგმებში და მოქმედებებში. ასევე გზნობთ, რომ მოშურნეები ძალიან აქტიურად მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ და ესეც შეიძლება გახდეს დამატებითი ფაქტორი. მეგობრებთან ერთად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქაც დაძაბულობის ტენდენცია მოიმატებს, თუმცა რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ან ამდაგვარი რეფორმების მოსამზადებლად ეს პერიოდი კარგია. ფეიქების ალბათობა ინტერნეტში მოიმატებს, ამიტომ აქედან მიღებული ინფორმაცია უცებად გადაამოწმოთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 7-11 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 9 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ტექნიკურ დაავადებებს, მოითამაშოთ, რომ აქ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ მიაქცეთ ყურადღება მას, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ზედმეტად, რათა შესწავლები არ დაუშვათ. პერიოდი რთულია, ამიტომ რომ კოლეგებთანაც კონფლიქტების ალბათობა, პარტნიორებთანაც, ხელმძღვანელებთანაც საკმაოდ მაღალია, ამიტომ ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი. დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც ახლობლებთანაც კი დაძაბულობამ შეიძლება ეჩინოს თავი. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი სიტყვა და საქმე აბსოლუტურად იქნება შეუსაბამო ერთი მეორესთან. დავუშვათ ისიც, ზოგიერთ თქვენი გეგმა, ზოგიერთ შეიძლება დაპირება შეიძლება არ გახდეს საერთო კონსენსუსის ფაქტორი. დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება მოგეხდეთ ძველი დაუსრულებელი საქმეებისადმი დაბრუნება, ან რაღაც ძველი პრობლემების უფრო მეტად გადაწყვეტა. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა ურთიერთობების დაძაბულობა ნეგატიური დაღი არ დაასვას თქვენს პროფესიონალურ
განვითარებას და წინსვლას. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 8-12 ოქტომბრის დღეები რიცხვები და 8-6 და 10 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვებიც. ვერცხლის ზოდიაქოს რაც შეეხება საინტერესო პერიოდია რთული ენერგოტონუს არუჩევით ჯანმრთელობა მდგრადია, ასევე გონება מחვილობა იჩენს თავს, კომუნიკაბილურობა, კი ბატონო, ახალი იდეები, პროექტები, მიზნებით შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ამის რეალიზაციისთვის პერიოდი მაინდამაინც სასიკეთო არ არის. პროფესიონალური კუთხით შეიძლება სირთულეები მეტად წარმოიქმნას, უფრო მეტი სხვა ცვლილებების მოულოდნელი ცვლილებების ტენდენცია მოემატებს და ამჟამად ისიც რომ საქმეებში შეიძლება რაღაც გაუგებრობებმა ზოგიერთ შემთხვევაში ქაოსმა შეიძლება ეჩინოს თავი. ამიტომ მიღწევა მიზნების ეკნება საკმაოდ სათუო და საკმაოდ რთული. აღნიშნოთ ისიც რომ თქვენ ცოტა გრძნობს შეზღუდვებს, რაც მაინც არ გსიამოვნებთ. მგზავრობის კუთხით ეს პერიოდი სხვაშორის არ არის ცუდი, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებით შეიძლება დამყარდეს, მაგრამ აქაც სხვადასხვა წინაღობებმა და სირთულეებმა პროდუქტად შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 7 და 11 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და 8-9 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. მაქსიმალურად დაერგდანით ოპტიმიზმს, რაც უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება რთული პერიოდი ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს და შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქართლსაწყლში სხვათა მხრიდან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. ეს პერიოდი არ უწყობს ხელს მგზავრობა, მოგზაურობას, მივლინებას, მათ შორის უცხოეთში. ასევე არასწორად შეიძლება იყოს გაფორმებული ზოგიერთი საბუთი, ან შეიძლება ზოგიერთი საბუთი საერთოდ ვერ იპოვოთ, რაც დამატებით სირთულეებს შექმნის და აღნიშნოთ, რომ ამავდროულად შემოქმედებითი მუშაობისთვის, კი, აი მხრივ პერიოდი კარგია. შვილებთან ურთიერთობა კარგია, სპორტული ვარჯიშებისთვის პერიოდი კარგია. აი მას თუ დავუთვალოთ პეტა დროს იქნება სასიკეთო. ენას კვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, არ გათქვა თქვენი საკრალური ინფორმაცია და სხვებმა ეს არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 8 და 12 ოქტომბრის დღეები რიცხვები და 8-6 და 10 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები. საინფორმაციით, საუკეთ სურვილებით, მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, მშვიდობიან კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.